მინდა გადმოვინაცვლო სხვა ლოკაციაზე, აქ გეტყვით რომ დიდი ეკრანია, სადაც გავა დოკუმენტური ფილმი სპეციალურად მომზადებული დღევანდელი დღისთვის და გუნდის სპორტულ დირექტორთან მინდა განვაგრძო საუბარი უშუალოდ სპორტული თემატიკის საკითხებზე. ალექსანდრე ღამბაშიძე იქნება ჩვენი სტუმარი. ბატონო ზამბახიძე ბოდიში. ხო და შესაბამისად მინდა კითხო იმ ვითარებაზე, რა ვითარებაშიც ვიმყოფებით ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გელით. როგორ მიდის მზადება ევრო ტურნირებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ახალი გამოწვევა თქვენთვის და შესაბამისად ბუნებრივია შეეცდებით, რომ როგორც შიდა სარბიელზე, ასევე ევროსარბიელზე წარმატებით იასპარეზოთ. იანვრიდან დაწყებული პროცესები, რომელიც 4 თვეში დასრულდა ჩემპიონობით, მოიტანა ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში ეს ევროტურნირებზე გასვლა კლუბის ისტორიაში პირველად არის, ახალი სახელით ხო საერთოდ ყველაფერი პირველად არის აპოლოთი და შესაბამისად მოგვიწია პირველ რიგში, ასე ვთქვათ, შეკრების გაკეთება ბაქოში, ორკვირიანი ძალიან სერიოზული მართლა საოცარ გარემოში. ჩამოვიდნენ აქ, აგზელებენ ვარჯიშს და ძალიან დიდი იმედებით ვემზადებით, რომ წარმატებას მივაღწევთ ევროსარბიელზე. იცი რა მინდა კითხო, თქვენ ძალიან დიდი სიხარული განიცადეთ, როდესაც დინამო დაამარცხეთ იმ დრამატულ ორთაბრძოლაში, მაგრამ ის არის შიდა ჩემპიონატი და შესაბამისად ბუნებრივია რომ არა ის გამარჯვება თქვენ ვერ მოხვდებოდით იქ, სადაც მიემგზავრებით, მაგრამ მინდა კითხო თვითონ ბიჭების პასუხისმგებლობაზე, თუ ითავისებენ, რომ მათ აღარ უწევთ მარტო შიდა სარბიელზე თამაში, იმიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ უნდა გაიტანონ ქვეყნის სახელი რეალურად ევროპაში. რა თქმა უნდა, ეგ ყველას გათავისებული აქვს, ჩემპიონობამ ავტომატურად მოიტანა, ჩემპიონობამ ეს პირველი კარგი დადებითი ემოცია მოგცა და მაგას მივყვებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მენტალური მდგომარეობა გუნდის არის იდეალურ მდგომარეობაში, ფიზიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ ბოლომდე, ასე ვთქვათ, პიკში გასვლაში არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბერძნეთისთვის თანაბარი იქნება მენტალურის და ფიზიკურიც მდგომარეობა გუნდის. კაი და ბოლოს კითხავ, მოლოდინი როგორია? შენი ბიჭების კლუბის ხელმძღვანელობის, გულშემატკივრების პირველი გამოწვევაა და ძალიან დიდი გამოწვევა. ისტორიული მატჩების ჩასატარებლად მიიღწევა. სპორტი ისეთი რამეა, რომ აუცილებელია ოპტიმიზმი. შესაბამისად, მე პირადად და ჩვენი, ასე ვთქვათ, მენეჯმენტიც ძალიან მოტივირებული არის და დარწმუნებულები ვართ, რომ იმ შედეგს მივაღწევთ, რაც შემდეგ ეტაპზე გუნდს გაიყვანს. ძალიან დიდი მადლობა და წარმატება გისურვებთ, იმიტომ რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენთვის იმ ახალი წამოწყებისთვის და თქვენ რეალურად დღევანდელი დღით იწყებთ ახალი ფურცლიდან ახალი ისტორიის წერას და წარმატება თქვენ.